2025 წლის ნოემბერში ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობის 794 ფაქტი გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. უწყების ცნობით 556 სამართალდარღვევა გამოვლენილია თბილისში, 111 ბათუმში, 86 ქუთაისში, 41 კი რუსთავში. 794 ფაქტიდან 706 ფიზიკური პირის მიერაა ჩადენილი. 88 შემთხვევაში კი დეპარტამენტის თანამშრომლებმა იურიდიული პირები დააჯარიმეს. აღსანიშნავია, რომ 401 სამართალდარღვევა მსუბუქი ავტომობილების, 359 მიკროავტობუსების, 26 სატვირთო ავტომობილების, 1 ავტობუსის, 1 კი ექსკავატორის მძღოლების მიერაა ჩადენილი. აღნიშნულია განცხადებაში. ამასთანავე აღსანიშნავია, რომ 2025 წლის 11 თვეში ჯამში 5291 სამართალდარღვევაა გამოვლენილი ამ მიმართულებით. სამუშაოები, რომლის ღირებულებაც 4.700.000 ლარს აჭარბებს, სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ფონდის ბიუჯეტიდან ფინანსდება და ითვალისწინებს საგზაო ინფრასტრუქტურის სრულ განახლებას. სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში სოფელ ხანის მიმართულებით მოსახლეობა ალტერნატიული გზით გადაადგილდება. პარალელურად ბაღდათის ნომერ 1 საჯარო სკოლის მასშტაბური რეაბილიტაცია მიმდინარეობს. 5.451.322 ლარის ღირებულების პროექტი ითვალისწინებს 300 მოსწავლეზე გათვლილი თანამედროვე უსაფრთხო სასწავლო გარემოს შექმნას. შეიცვალა სახურავი, კარ-ფანჯრები, შენობას დაემატა ახალი ფლიგელი. მთლიანად შეიცვალა შიდა სივრცე, შეკეთდა გარე ფასადი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შიდა სამუშაოები, საკლასო ოთახების მოწყობა. პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდიდან ფინანსდება. პროექტების მიმდინარეობას მხარის გუბერნატორი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. ბაღდათის მუნიციპალიტეტში საგზაო და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას გავეცანით კერძოდ კაკას ხიდისა და სოფელ ხანის დამაკავშირებელი გზის მონაკვეთზე მიმდინარეობს სტიქიის შედეგად დაზიანებული კედლის რეაბილიტაცია, რომლის ღირებულება 5 მილიონ ლარამდეა, ასევე სრული რეაბილიტაცია უტარდება ბაღდათის ნომერ 1 საჯარო სკოლას, რომლის ღირებულებას დაახლოებით 5 მილიონ ლარსზე მეტს აღემატება. მომავალი წლიდან ბავშვებს სწავლის განახლება მოუწევთ სრულიად რეაბილიტირებულ და მაღალი სტანდარტების მქონე სკოლაში. დავათვალიერეთ მიმდინარე პროექტები, კერძოდ ეს გახლავთ სოფელ ხანის სტიქიით დაზიანებული მისასვლელი გზის რეაბილიტაციო სამუშაოები, რომლებიც 4 მილიონ ნახევარს ღირებულების არის დაახლოებით და დაფინანსდა სტიქიის სალიკვიდაციო ფონდიდან. სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს და ძალიან მალე სოფელს ექნება მისასვლელი გზა, სოფელი მოწყვეტილი არ არის, მათ აქვს შემოსავლელი გზა, რომელიც ჩვენს მიერ სისტემატურად იწმინდება. ამ წუთას იმყოფებით ჩვენ ბაღდათის ნომერ 1 საჯარო სკოლაში, რომლის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სკოლა არის დაახლოებით 300 ბავშვზე გათვლილი. სკოლას რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს და ძალიან მალე ჩვენს ახსასდელებს ექნებათ საშუალება ცოდნა მიიღონ სრულიად თანამედროვე სტანდარტების მქონე ინფრასტრუქტურის სკოლაში. ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის თანამშრომლები კომპანია უნისონის მიერ შეთავაზებული განახლებული სადაზღვევო პაკეტით სარგებლობენ. მათ მიერ გაკეთებული შეფასებების მიხედვით აღნიშნული პაკეტი სრულად შეესაბამება მათ საჭიროებებს. დაზღვევის ახალი პროგრამის ამოქმედებიდან რამდენიმე თვის მანძილზე დასაქმებულებმა პრაქტიკაში გამოსცადეს მომსახურების პირობები და უპირატესობები. მაყოფილია უნისონის მომსახურებით, იმიტომ რომ 80%, 60% ფინანსდება გარკვეული წავლები, არის წავლები, რომლებიც 25% ფინანსებს. დიაბეტიას რომ ახსენებდი, რომ დიაბეტი აქვს, ასეთი რაღაცა წავლები არ ფინანსდებოდა, მადლობა რომ ეს წავლები ფინანსდებოდა ჩვენს შეღავათად. 30 წელია რაც ქარხანაში მუშაობდა, ასეთი გამართული და ხალხზე მორგებული დაზღვევა ჯერ არ ყოფილა. გაიზარდა პროვაიდერი კლინიკების რაოდენობა, თან დაზღვეულ თანამშრომელს შეუძლია წავიდეს ნებისმიერ პროვაიდერ და მათ შორის არაპროვაიდერ კლინიკაშიდაც და მიიღოს თავისთვის შესაფერისი და შესაბამისი მომსახურება სამედიცინო თვალსაზრისით. ეს შეეხება ექიმის მომსახურებას, კვლევას და სტაციონარულ მომსახურებასაც.
მათ შორის წამლების დაფინანსებასაც მიემატა მედიკამენტების სხვა სპექტრიც, მაგალითად დანამატები და ვიტამინები, რომლებიც წინა დაზღვევებში არასდროს არ ფინანსდებოდა და ამ შემთხვევაში ფინანსდება. არსებული სადაზღვევო პირობებით მეც და ჩემი თანამშრომლებიც ძალიან კმაყოფილები ვართ. ვისურვებთ კიდევ გაგრძელდეს კომპანიასთან თანამშრომლობა. განახლებული სადაზღვევო პაკეტის ფარგლებში ქარხნის ტერიტორიაზე დანერგილია ოჯახის ექიმის მომსახურება, რაც უზრუნველყოფს სწრაფ, კომფორტულ და უწყვეტ სამედიცინო კონსულტირებას ადგილზე. მე ვარ რანული გურული, მუშაობ ფეროშენათმთა ქარხანაში პირველ საამქროში. კლინიკაში მივდიოდი, სადაც იყო ძალიან დიდი რიგები, ვიწევდა ძალიან დიდი დროის გატარება, შეიძლებოდა კიდევაც რომ ვერ მოგესწრო, ან თუდად უნდა გამხდარიყავი, რაღაც იმხელა რიგები იყო და ახლა ექიმი ყავს ქარხნის ტერიტორიაზე, მივდივართ დროს ზოგად, ვინ ექიმთან უნდა წავიდეთ, ვისთან უნდა მივიდეთ. მარტო წამალი გჭირდება და გვიწერს ამ წამალს, ამ გამოწერილ წამალი მოდის მესიჯად, მივდივართ აპტეკში და ყიდულობთ რა თქმა უნდა ფასდაკლებით. ჩვენთვის არის მოხერხებული და კომფორტული. კლინიკა ჯერერსის პარტნიორი არის ზესტაფონის სავაჭრო ცენტრი, შესაბამისად ჩვენი სოციალური პასუხისგებლობის ფარგლებში და ასევე პარტნიორის სოციალური პასუხისგებლობის ფარგლებში გადავწყვეტთ, რომ დაგვიწყოთ თანამშრომლობა იმისთვის, რომ აქ დასაქმებული მოსახლეობისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახდეს სერვისები, რა თქმა უნდა პარტნიორობ თანამშრომლობ ჩვენ ყავს ოჯახის ექიმი ქალბატონი მარიკა, რომელიც ამაზე ისაუბრებს და ეს ერთობლივი თანამშრომლობა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მოსახლეობისთვის მივაწოდოთ სერვისი არა მხოლოდ გადაუდებელი საჭიროების დროს, არამედ პირიქით ვიმუშაოთ მათ განათლებაზე, საჭიროებების დროულ იდენტიფიცირებაზე, რომელიც მათ და ჩვენს დაგვეხმარება უფრო მეტი დადებითი შედეგების და გამოსავლების მიღებაში. ეს არის ჩვენი ვალდებულება, არა მხოლოდ ასე ვთქვათ, სამედიცინო თვალსაზრისით, არამედ ასევე მოსახლეობასთან უფრო მეტი აქტიურობით საზოგადოებრივი ჯანდაცვის კუთხით ჩართული. სამიზნე ჯგუფი ეს არის ჩვენთან სავაჭრო ცენტრში დასაქმებული ადამიანები და მათი ოჯახის წევრები. და ეტაპობრივად ვფიქრობთ, რომ ეს გავაფართოვოთ, რა თქმა უნდა, და მოსახლეობის მთლიანად რეგიონის მოსახლეობისთვის უფრო მეტად ცნობადით და უფრო ხელმისაწვდომით გავხადოთ ჯანდაცვის სერვისები ჯერარსის სახით. და ეს არის მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური, ასევე სამკურნალო სერვისები, რომლებიც აძლევს საშუალებას, რომ დროულად იყოს მათი დაავადებები იდენტიფიცირებული და რა თქმა უნდა მართული. კლინიკა ჯერარსი არის მულტიპროფილური კლინიკა, სადაც ხდება პაციენტების მართვა როგორც ონკოლოგიური პროფილით, ასევე არაონკოლოგიური პროფილით. ჩვენი მხარდაჭერა მოსახლეობისთვის იქნება ის, რომ შეთავაზებული იქნეს განსაკუთრებული მასშტაბური ოპერაციები, რომელიც პირობითად ზოგად ქირურგიაში, უროლოგიაში, გინეკოლოგიაში, სირიალიზებული მეთოდით, რომელიც დიდ ოპერაციებს წარმოადგენს დღევანდელ მედიცინაში, რაც გულისხმობს პაციენტის ნაადრევ და სწრაფ რეაბილიტაციას და პოსტოპერაციული პერიოდის ბევრად გამარტოებულ მართვას, ვიდრე ეს ტრადიციული მეთოდით შეიძლება იქნეს წარმოებული ოპერაციული ჩარევა. ასევე ვთავაზობთ ნეიროქირურგიული მიმართულებით მნიშვნელოვან სერვისს, რასაც ქვია თავის ტვინის სიზარღვების ენდოვასკულარული კვლევა და ამ პათოლოგიების აღმოჩენის დროს ასევე დახურული მეთოდით ოპერაციული ჩარევა, რაც არ გულისხმობს პრეპარაციას, ანუ ძვლის მოხსნას თავის გარაზე და ხდება სიზარღვოვანი მიდგომით აღნიშნული პათოლოგიების კორექცია. ასევე კარდიოლოგიური ქირურგიული მიმართულებით, ტრავმატოლოგიური მიმართულებით, თანამედროვე მიდგომები, ჩანაცვლებები პროთეზებით, რაც თანამედროვე მედიცინის შემადგენელი ნაწილია. მაქვს პატივი, რომ ვიყო წარმომადგენელი, ჯერარსის წარმომადგენელი ჩემს რაიონში. ჩემი მიზანია ჩვენი მოსახლეობის ცნობადობის ამაღლება, გვაქვს ლოიალობის ბარათი, რაც ფინანსური შეღავათების ფარგლებში ხდება და იმედია მოსახლეობა გაეცნობა მას, მიიღებს მას. ჯერარსის მომსახურების ცენტრი მდებარეობს ქალაქ ზესტაფონში, ახალი ბაზრის ტერიტორიაზე, მეორე სართულზე.